პატიმართა მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებებში. შეკრება მანიფესტაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული შეზღუდვები და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული გამოწვევები. ეს იმ საკითხთა ნაწილია, რომლებსაც სახალხო დამცველმა პარლამენტში 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. ომბუდსმენმა განსაკუთრებული ყურადღება აქციებზე დაკავებული მოქალაქეების არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა. ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის სასჯელი არაპროპორციულია. ომბუდსმენმა პატიმრების გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვაზეც ისაუბრა, მათ შორის ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილისთვის არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის საკითხის შესწავლის შედეგად საქართველოს პარლამენტს საკითხის დარეგულირებისთვის წინადადებით მიმართა. საანგარიშო წელი გამოირჩეოდა კანონმდებლობის გამკაცრების და ახალი რეგულაციების სიმრავლით. მათ შორის დამატებითი შეზღუდვები დაწესდა შეკრების გამართვის ადგილთან და ფორმასთან დაკავშირებით. ამასთან უფლების საკანონმდებლო დაცვის გარანტიების შესუსტებას თან სდევდა არაპროპორციული სახდელების დაწესება შეკრების თავისუფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით შემაშფოთებელია შეკრების მონაწილეთა ცალკეული მშვიდობიანი ქმედებების უალტერნატივოდ დაქვემდებარება ადმინისტრაციული პატიმრობისთვის. ასევე როგორც მათი განმეორებით ჩადენისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება. საანგარიშო პერიოდში დავიწყეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემის შესწავლა, რომელიც უკავშირდება ბრალდებულთათვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის პროცესში არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის ავტომატურ და ბლანკეტურ შეზღუდვას. აღნიშნული პრობლემა გამოიკვეთა ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილის საქმის შესწავლის შედეგად, როდესაც აკუთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობის პერიოდში შეეზღუდა გარე სამყაროსთან მათ შორის არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაციის უფლება. აუცილებელია კანონით განისაზღვროს კონკრეტული წესი, რომლის თანახმადაც საგამოძიებო ორგანოს დაევალება ბრალდებულისთვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტის მიღებისას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ბრალდების სპეციფიკისა და საქმის ინდივიდუალური გარემოებიდან გამომდინარე განიხილოს ბრალდებულისთვის დაწესებული შეზღუდვის მის არასრულწლოვან შვილზე გაურცელებლობის შესაძლებლობის საკითხი. საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების ოჯახის წევრები სახალხო დამცველის ანგარიშს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ სასჯელი აქციებზე დაკავებული პირებისთვის მართლაც არასამართლიანია. სახალხო დამცველმა 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას პარლამენტში განაცხადა, რომ არ არის პენიტენციარულ დაწესებულებაში პატიმართა და თვითონ თანამშრომლებთა შორის თანაფარდობა არის არასაკმარისი. რა თქმა უნდა, ესია, რადგან საკმაოდ ბევრი პატიმარია პენიტენციარულ დაწესებულებებში, რის მართვასაც ვერ აწარმოებენ თანამშრომლები. არ აქვთ მათ, რა თქმა უნდა, შესაბამისი პირობები, არ არის საკმარისი პირველ რიგში სამედიცინო დახმარება. ოპოზიციაში ომბუდსმენის ანგარიშს საგანგაშოს და კრიტიკულს უწოდებენ. მათი განმარტებით ანგარიში ქვეყანაში არსებულ მწვავე სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობას ადასტურებს. მმართველი პარტიის ოპონენტები მთავარ პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებენ და აცხადებენ, რომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული საგანგაშო მდგომარეობისა, რაც ომბუდსმენის ანგარიშშიც აისახა, მათ მოლოდინი არ აქვთ, რომ მმართველი გუნდი სახალხო დამცველის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. ქართული ოცნების პირობებში, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა, სწორედ ციხეებში არსებული სისტემური დანაშაულის ფონზე არის ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობა. პატიმრებს ხშირად არაძლევენ თავიანთი ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას. ქართული ოცნება, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა ადამიანის უფლებათა დაცვის დროშით, რომელიც საზოგადოებას ჰპირდებოდა თავისუფლად სუნთქვას, იქცა სწორედ იმ ხელისუფლებად, იმ რეჟიმად, რომლის დროსაც ქვეყანამ განიცადა ადამიანის უფლებათა გაუარესების თვალსაზრისით ყველაზე დიდი ვარდნა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ეს ანგარიშები უკვე ბოლო მთელი ეს წლებია ასახავს იმ რეალობას, იმ სამწუხარო მოცემულობას, რაც ჩვენს ქვეყანაში არის, როგორც დემოკრატიული უკუსლის, ამ დემოკრატიულ უკუსლაში ასევე იგულისხმება პოლიტიკური პატიმრებიც, კანონის უზენაესობის არქონა, ადამიანის უფლებების დარღვევა და ასე შემდეგ, ეს კლანური მმართველობა ოცნება ამ ყველაფერს პასუხობს იმით,
რომ თითქოს აი მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველთან ოღონდ, სადაც ჭრის ეს არგუმენტი, ამას ხაზი უნდა გაუსვათ, საკუთარ ამომრჩეველს ეუბნება, რომ ევროპა იმიტომ არის ცუდი, ეუბნება, რომ გავხდე ისეთი დემოკრატიული, სადაც აღარც არჩევნებს არ გავაყალბებ, პოლიტპატიმრებსაც გარეთ გამოვუშვებ, კანონი ყველასთვის თანაბარი იქნება და ხელისუფლებას გადავაბარებ მიშა სააკაშვილს, ნაცებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სახალხო დამცველს ანგარიშიდან რამდენიმე საკითხს იზიარებენ და მათი გამოსწორებისთვის იმუშავებენ, თუმცა მათი შეფასებით ანგარიშის ნაწილი პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და ის დადგენილება, რომელიც იქნება პარლამენტის დადგენილება, რა თქმა უნდა, ეს ასახული იქნება, როგორც გასაცემი რეკომენდაციები სამინისტროებისთვის და ძალიან ბევრი არის ასეთი საკითხი, თუმცა არის ისეთი საკითხები, რომელსაც ჩვენ არ ვიზიარებთ და რომელსაც ვფიქრობთ, რომ არ არის გონივრული პენიტენციურ უწყებასთან მიმართებაში, სადაც ჩვენ ვიცით, თუ რამდენად კარგი მდგომარეობა არის და მით უმეტეს თუ შევადარებთ წინა ხელისუფლების მდგომარეობას, რომ ნამდვილად სადა დედამიწაა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხდომაზე სახალხო დამცველს 2025 წლის ანგარიშს მოусმინეს. ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას ეხებოდა. 23 ივნისს პარლამენტში ომბუდსმენს საპარლამენტო ტრიბუნიდან მოусმენენ.